პოლიციელი ცემა მზია მაღლობელმა და საქართველოს ეკლესიამ ორჯერ მიწერა მთავრობას შეიწყალეთ. ორჯერ ერთ წელიწადში 100,000 კაცი დაგვარწმუნეს, წმინდანების შეგონებები გამოცენ, მათი ლოცვა კურთხევით, ციგნები ამბიონიდან იქადაგეს, რომ პირად ნომერზე და აიდი ბარათზე წერილობით ვარი თვითო ეს არ არის ღმერთისთვის მოსაწონი საქმეო. მადლობა უფალს რომ გავიგეთ ეს ეშმაკის საიდუმლო. შეაგროვეს ხელწერები, 100,000 ხელწერა შეაგროვეს და რო გაიგო ევროკავშირმა. დაავალეს სააკაშვილმა გამოუყო ეკლესიას 25 მილიონი ლარი და მოგვიჯახუნეს კარები და თავზე დაგვახიეს ეს სიები. ულვაშებზე ჩამოისმევენ ხელს მიტროპოლიტები და აი კაცია სააკაშვილი შევიწყალო და აი 25 მილიონი რო გაახსენდება და დოული ტანში ეს რა კაი კაცია სააკაშვილი. სააკაშვილია კაი კაცი და სააკაშვილი უნდა შეიწყალო და სააკაშვილზე რამდენი მიმართვა გაქვს 300,000 ოჯახი აწამა სააკაშვილმა და სააკაშვილზე რამდენჯერ გაქვს მიწერილი მთავრობაზე და ნათხოვნი რომ შეიწყალეთო რამდენჯერ მზია ამაღლობელმა პოლიციელი ცემა ხო და ორჯერ მიწერეთ ერთ წელიწადში და 100,000 კაცი რომელიც თქვენივე ლოცვა კურთხევით მოყვებით და მადლობა ამისთვის 25 მილიონისთვის მოგვიჯახუნეთ კარები და ამას ქვია თანამედროვე ინკვიზიცია. ვატიკანი და რომის პაპი სხვას კი არაფერს არ აკეთებდა. უბრალოდ ამას აკეთებდა ბინძურად, სისხლში აღჭობდა და არ ერიდებოდა. იმდენად დაუბნელა თვალები მქონებამ და ძალაუფლებამ, რომ პირდაპირ ხოცავდა და წვავდა. თქვენ უფრო დახვეწილად აკეთებთ ამას. იურიდიულად გაგვიუქმეთ სიცოცხლის უფლება, მთავრობას წვანი აუნდეთ, აიღეთ 25 მილიონი ლარი და ეს არის ინკვიზიცია, სხვა მეტი არაფერი არა. მოსესთან რომ მივიდა ებრაელები და უთხრენ რომ აქცნება რომ მოგცაო უფალმაო, ჩვენო გავიგეთ ასეო გიყვარდეს უფალი და გიყვარდეს მოყვასიო. სწორიაო და მოსეს დაუდასტურა უფალმა სხვებისგან დაფარულში, რომ მე მესმისო ესო და ჩემთვის სათნოაო ესეთიო გააზრებაო და ესე იგიო ცნებების ასეთი გააზრებაო შუბზე დაიდონო, მარჯვენა ხელზე დაიდონო და გულით ატარონდაში თავმავლობას ასწავლონ უფლის და მოყვასის სიყვარული. ამის შემოbrunებული სიძულვილი უკვე არის ანტიქრისტეს ბეჭედი. და ზუსტად ანტიქრისტეს ბეჭედი რო გაიაზრო, შენ უნდა გიყვარდეს უფალი და მოყვასი. შენ თუ უფალი არ გიყვარს და მოყვასი არ გიყვარს, შენ ანტიქრისტეს ბეჭედს ვერ ამხელ. მე მოყვასი არ ვარ. 20 წლის განმავლობაში ერთხელ რომ მიწერეთ მოიტყუეთ სარწმუნოებასთან კავშირი არა აქვს და ამ დროს თქვენი ლოცვა კურთხევით გამოცემული ციგნები ფაქტები მაქვს რომ აქვს სარწმუნოებასთან კავშირი იტყუებით და სიცრუის მამა ვინ არის აი მამაო რო გეუბნებით ხო და სიცრუეს ამბობ ღვთისა და ერის წინაშე მთელი სოფლიოს წინაშე კრებსითად ხელს აწერო მამას არანაირი კავშირი არ აქვს სარწმუნოებასთანო და სავსე მაქვს ბიბლიოთეკა თქვენი ციგნებით თქვენი ლოცვა კურთხევით გამოცემული ციგნებით ათონის წმინდა მთის წერილები რომელი ერთი ანუ ეს არის თანამედროვე ინკვიზიცია 1700 წლით რო აიღო ქვის ლოდი და რო ჩადო მტკვარში 1700 წელი ეს ქვის ლოდი მტკვარს გაატარებს ამ წყალს მაგრამ თუ ქვა არ გაიხსნება ვერ შევა მის გულში წყალი 1700 წლის ისტორია საქართველოს ეკლესიას და თქვენი გულის კარები ვერ გავახე 20 წლის განმავლობაში ვაკაკუნებდა მიუხედავად იმისა რომ თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ მე ჩემი ეკლესიის ეპისკოპოსების წმინდა სინოდის ხელიდან ვარ მკვდარი და ფაქტი მიდევს რომ იტყუებით უტიფრად იტყუებით ფაქტები მაქვს თქვენი ლოცვა კურთხევით გამოცემულ ციგნებს ეწინააღმდეგებით თქვენივე ლოცვა კურთხევაზე ამბობთ ვას არის დაგინება და არის ამოგინება არის ლოცვა კურთხევა და ლოცვა კურთხევის ამოbrunება უკან რა საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე გამაგებინე მე ავაზაკი ვარ მე იმაზე კი არ მაქვს საუბარი რომ ვინმეზე უკეთესი ვარ ან შარავანდედი წარმომიდგენია ჩემ თავზე მე ვარ მონანული ავაზაკი სინანული მაქვს მე იმის მიზეს ვერ პოულობ რომ აი ამ საქმეების გამო მე უფალი გამამართლეს მე ვერ პოულობ ასეთ და მონანული ავაზაკი ვარ თქვენ რო გიყურებთ ხო გაოგნებული ვარ მაგრამ იმედი ამტოვებს რომ აი ამ მამონას მოჯადოებული ხიბლიდან გამოხვათ ამის იმედი ამტოვებს იმიტომ რომ სირცხვილია 1700 წლიანი ეკლესიის ისტორიის ლაქაა ეს რაც თქვენ გააკეთეთ ამ სინოდალური გადაწყვეტილებით ხაზი გადაუსვით აბსოლუტურად ყველაფერს იმ მოწამეებს 100,000-ობით მოწამეს რომელმაც თავი დადო ეკლესიისთვის
ყველას წინააღმდეგ წახვედით ამ 25 მილიონი ლარისთვის და ეს არის ინკვიზიცია ქართულად. მართლმადიდებელ ეკლესიაში ინკვიზიციის პრეცედენტი შექმნით. და მაინც იმედი ამტოვებს და ჩემი ცხოვრება ტრაგიკომედიად აქციეთ და ანეკდოტი გამახსენდა და ამით აღიმშვიდობებით. ოსი მივაბ თბილისის მერიაში და გეპეი დავამთავრეო, მაგისტრატურაო დავამთავრეო, ხარისხი დავიცავიო და წყალკანალშიო ხაზველად ვიმიღეთო, მეცნიერი ვარ, ინჟინერი ვარ. ვერ მიგიღებდო ზემოდან უნდა დაარეკინო. ერთ საათში რეკავს. ფუნიკული ორიდან გირეკავს შენი წირიმე წყალკანალში ხაზველად მინდა მუშაობის დაწყებაო, მეტი ზემოთ ვერ ავედიო. ანუ არ არსებობს სოციალურ არქიტექტურაში იერარქია, საერო იერარქია, რომელსაც არ მიმართე მთავრობა, ომბუდსმენი, ყველას მიმართე. მაგრამ ყველა გზა მოდის თქვენთან. იმიტომ რომ თუ დაუშვებენ, ხალხი გაუხარდება, რომ ესე იგი საქართველოს გაბწყინება დაწყებულიო და გაბწყინდება საქართველოს, ესე იგი აპოკალიფსი იძულება იწყება და აგერ საქართველოს თავშესაფარია. ხო, თავშესაფარია რო არ გავებათ ანტიქრისტეს მახეში, მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა და გახსნა ეს კარიბჭე, რომ გადარჩი და სიცოცხლის უფლებას გაძლევთო, რომ მოგცეს მთავრობამ ამის უფლება. თქვენ უნდა გამოხვიდეთ, ბოდიში მოიხალოთ, რომ არასწორი სინოდალური გადაწყვეტილება გაქვთ, იმიტომ რომ სარწმუნოებრივ საკითხებში მთავრობამ რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღოს, პირველი თქვენ მიუვარდებით, რომ ეს როგორ გაბედეო. აი პირველი თქვენ მიუვარდებით. ეს აპკოლებს ზუსტად მთავრობას, თორე დღეს რო უყურებ, მე მთავრობას პლუსსაც ხედავ, მინუსსაც ხედავ, მაგრამ ეს პატარა საქართველო ინგლისი აბულინგებს არ ეშინია, ევროკავშირი აბულინგებს არ ეშინია, ბაიდენი აბულინგებს და არ ეშინია, ხო? და თავის სიტყვას ამბობენ, მაგრამ საერო, ესე იგი სოციალურ-ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ იმდენი ჭკუა ყოფნით, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში სინოდს არ გაუსწრონ მამებს, თქვენ 25 მილიონი გაქვთ ჯიბეში და მოინანიებთ კი არა, კიდევ უფრო მეც იზამ და უფრო მეტის დააშავეთ. ვაქცინაციის დროს, ვაქცინაციის შესახებ 2009 წელს თქვენივე კუთხევით გამოცემულ წიგნებში წერია, რომ აქვს კავშირი სარწმუნოებრივ საკითხებთან, საპატრიარქოს ლოცვა-კუთხევითაა გამოცემული და სინოდმა პატრიარქის კუთხევაც ჩამორეცხა და არანაირი კავშირი არ აქვს, მიდითო და აგერ გაგვიკეთე ჩვენცო და ანუ საქმე რაშია იცით? მე იმედი ამტოვებს, რომ ამ ვიდეოს იმიტომ კი არ წერ, რომ ენა მეფხანება, ამ ვიდეოს იმიტომ წერ, რომ ჩემ თვალ წინ საქართველოს 1700 წლიანი მართლმადიდებელი ეკლესია 25 მილიონი ლარისთვის უკვე ინკვიზიციაშია ჩაფლული კისრამდე. და ხსნა მხოლოდ სინანულშია. ანუ რაც არ უნდა ველაპარაკო მე ხელისუფლებას, სამართლებრივად, სარწმუნოებას, ესე იგი სოციალურ-ეკონომიკურ როგორც არ უნდა დაუმტკიცო, თქვენ ბლოკავთ ამ ყველაფერს, ეპისკოპოსები ბლოკავთ ამას ყველაფერს და აი ეს ათონელის სიტყვები გამახსენდა და ამით აღემშვიდობებით. რო შეხედა საბერძნეთი, ხო ხედავთ რამდენი სინოდია და რა დღეშია საბერძნეთი. რო შეხედა მიტროპოლიტებს და ეპისკოპოსებს, რა უთხრა? თქვენო ეკლესიაო, თქვენი სასეირნო პირადი კატერი ხომ არ გონიათ? და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ სულისკვეთებას რა. თუ ბიზნესმენი ხარ, თუ ფული გიყვარს და თუ ძალაუფლება გიყვარს, გზახსნილია აგერ ბატონო და წადი და აკეთე ბიზნესი რა. და სარწმუნოებრივ საკითხებზე თქვენივე ლოცვა-კუთხევებს მოებძვით. თქვენი ლოცვა-კუთხევებით გამოცემული წიგნები ვცხოვრობ ჩვენ. იმედი ამტოვებს, რაც უფრო მეტად მაწვევა წუთისოფელი და შევყავართ ჩიხში, მით უფრო მეტად მევსება გული იმედი და იმედი ამტოვებს. და წერტილი ამით აღემშვიდობებით.